დაიდო ფრომის მეოთხე სეზონის მეორე სერია. ეს სეზონი ჯერჯერობით საუკეთესოა. ამ ვიდეოში არ ვისაუბრებ მთელს სიუჟეტზე, ისე როგორც წინა ვიდეოში, შევეხები მხოლოდ მნიშვნელოვან დეტალებს. ასე რომ დავიწყოთ. ქალაქის მაცხოვრებლები იღვიძებენ და ბოიდი ამჩნევს სისხლიან ტომარას პირდაპირ მეთიუსების სახლის წინ. იმის გამო, რომ ჯიმი ღამით არ დაბრუნებულა, მეთიუსები ეჭვობენ, რომ ამ ტომარაში ჯიმია. დაბიტა ბავშვებს თავლაში აგზავნის, რომ ყურადღება გადაატანინოს, თავად კი ტომარას ხსნის, თუმცა იქ თხას იპოვის. ამ დროს კი ისმის ბავშვების კივილი, რადგან მათ თავლაში ჯიმის სხეული იპოვეს. ისე გამოვიდა, თითქოს კაცმა ყვიფლებში ეს წინასწარ დაგეგმა. ზუსტად იცოდა თუ ვინ რას გააკეთებდა და ისე მოიქცა, რომ ჯიმი ბავშვებს ეპოვათ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს ისე ჩანს, თითქოს ეთანის გასატეხად გააკეთა, რადგან მან დაკარგა მამაც და მისი შინაური ცხოველიც. ძალიან საინტერესოა ის, თუ რა პოზაში დატოვეს ჯიმი, რადგან ასეთ პოზაში ჯიმი ჩვენ აქამდეც ვინახავს. გაიხსენეთ სეზონი 1, სერია 9. როდესაც ტაბიტას ხილვა აქვს, ის ჯიმს ხედავს ზუსტად ასეთ პოზაში. ასევე ეს პოზა გავს ტაროს კარტის ერთ-ერთ ფიგურას. ტაროს კარტი ვახსენე, რადგან არსებობს ძალიან ცნობილი თეორია ტაროს კარტებზე. ასევე ტაროს კარტი ჩვენ ამ შოუშიც გვინახავს. მესამე სეზონში ტილის უნდოდა, რომ ტარო გაეშალა ფატიმასათვის, თუმცა ყვავებმა არ დააცადეს და ზუსტად ამ დროს თავს დაესხნენ კოლონი ჰაუსს. ისე ფანჯრის გატეხვის ეს სცენა პირველ სეზონში ვნახეთ ვიქტორის ნახატებში. ანუ ეს აქამდეც მოხდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ციკლების თეორიაზე, ანუ იმაზე, რომ ერთი და იგივე ისტორია მეორდება. ასევე ჯიმის სხეულის უკან იყო წარწერა, ცოდნას თავისი ფასი აქვს. ზუსტად ეს სიტყვები უთხრა ჯიმს კაცმა ყვიფლებში. არ ვიცი ეს სპეციალურად გააკეთეს თუ დამთხოვაა, მაგრამ როდესაც ის ქალად გადაიქცა, მან მაინც და მაინც სოფია დაირქვა და თუ სოფიას მნიშვნელობას დაგუგლავ, ნახავ, რომ ეს ნიშნავს სიბრძნესა და ცოდნას. ცოდნას თავის ფასი აქვს. ასევე უნდა ვისაუბროთ ჯეიდზე. ამ კაცს საკუთარი თეორიების ზღვა აქვს. ამ ეტაპზე არ დავიწყებ იმის გარჩევას, თუ რა წერია აქ, რადგან ჯერჯერობით ეს სიუჟეტს არაფერს მატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ სერიებში ეს ინფორმაცია გამოგვადგება და აი მაგ დროს დავუბრუნდები. აქ კი ხაზი გავუსვათ იმას, რომ მან ელოისი ახსენა და როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ის ცოცხალია. ელოისზე მინიშნებები წინა სერიაშიც იყო. თუ მამაოს მანქანის ნომერს დააკვირდები, ის ძალიან გავს სახელ ელოისს. ჩვენ არასოდეს გვინახავს ელოისის სხეული, ამიტომ არსებობს ეჭვი, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. სავარაუდოდ ის იმალება, რადგან ვიქტორმა ადრე თქვა, რომ ელოისი დამალობანას კარგად თამაშობდა და ასეთ სცენებს ამ სერიალში უმიზეზოდ არასოდეს ამატებენ. ჩვენ დამალობანას ვთამაშობდით, რადგან ელოის კარგად გამოსდიოდა დამალობანა. როგორ კარგადაც არ უნდა მეძებნა, ვერ ვპოულობდი. მამის გარდაცვალების შემდეგ ეთანის და ჯულის იწყებენ პასუხების ძებნას, ოღონდ განსხვავებული გზებით. ეთანი მიდის რადიოს მოსაძებნად, იმავე რადიოსი, რომლითაც ჯიმმა პირველად გაიგონა ყვითლებში ჩაცმული კაცის ხმა. ეთანს უნდა რომ რადიო ნახოს, რადგან მანამდე ამ რადიოში მისი ძმის ხმა გაიგონა. უნდა რომ მის ძმას დაუკავშირდეს და თხოვოს მას, რომ ჯიმი მოძებნოს. ამგვარად ის ფიქრობს, რომ ჯიმი მარტო არ იქნება. ჯული კი მიდის ნანგრევებში, რადგან უნდა რომ წარსულში დაბრუნდეს და ჯიმი გადაარჩინოს. სანამ ნანგრევებთან წავა, ის დახმარებას თხოვს რენდალს. როდესაც რენდალი ცდილობს რომ ის ამოგეშოს, ჯული უკან მიიხევს. არა იმიტომ რომ რენდალი არ მოწონს, უბრალოდ თუ ამ ნუგეშს მიიღებს, ის მიიღებს მამის გარდაცვალების ფაქტს. ამისთვის კი ჯერ მზად აშკარად არ არის. ნანგრევებიდან ჯული ბრუნდება ზუსტად იმ დროში, როცა ბოიდი, ჯიმი, დონა და რენდალი იყვნენ სატვირთოში. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა რადიოზე ციფრი 47. ჯულის აქამდე არაერთხელ უთხრეს, რომ ის წარსულს ვერ შეცვლის, თუმცა ის ფაქტი, რომ მას წარსულში მონსტრი თავს დაესხა, რომ მამამისამდე არ მიეშვა, სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია წარსულის შეცვლა. ამაზე კიდევ ერთი უფრო დიდი მინიშნებაც არის, რომელსაც ამ ვიდეოში მოგვიანებით გეტყვით. ეთანი სატვირთოსთან მიდის, იღებს რადიოს და როდესაც გარეთ გამოდის, ხედავს ჯიმს. თერმოდინამიკის კანონის მიხედვით, რომელზეც ჯეიდი საუბრობდა, ენერგია არ ქრება. თუ ჯეიდის ეს თეორია მართალია, მაშინ იმის გამო რომ ჯიმი იქ მოკვდა, მისი ენერგია იქ უფრო ძლიერია. ჯიმი ეუბნება ეთანს, რომ იპოვოს ცრემლების ტბა. მისი თქმით, ეს ტბა სადღაც ამ ქალაქშია. პირველად ამ ცრემლების ტბის შესახებ გავიგეთ პირველი სეზონის პირველ ეპიზოდში, როცა ჯული ეთანს უყვება ნორმანის ისტორიას. საინტერესოა, რომ ამ ისტორიაში მონსტრი ნორმანს ანადგურებს და ის კვდება მანამ სანამ ტბამდე მიაღწევს, რაც ძალიან გავს იმას, რაც ჯიმს დაემართა. მეორედ ამ ტბის შესახებ ვიგებთ მაშინ, როდესაც ეთანი იღვიძებს მეორე ეპიზოდში და ჯიმს უყვება თავის სიზმარს. მესამედ კი ვიგებთ მაშინ, როცა ჯული ეთანს იმავე ისტორიას უყვება, თუმცა ამ შემთხვევაში ჯულიმ ისტორია შეცვალა. ამ ვერსიაში მათ ტბა იპოვეს და ნორმანის გადარჩა. ზუსტად ეს მგონია მთავარი მინიშნება იმაზე, რომ ჯულის ისტორიების შეცვლა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ეუბნებიან, რომ ასე არ არის. ასევე ეს აჩენს ვარაუდს, რომ ტბის პოვნით როგორღაც ჯიმს გადაარჩენენ.
ჩვენ ადრე ამ ტბის ნახატიც ვნახეთ, სადაც უზარმაზარი ობობა ჩანს. ასევე ვნახეთ უზარმაზარი ობობის ქსელები და მჯერა, რომ ვნახავთ უზარმაზარ ობობასაც. ის სავარაუდოდ ამ ტბის მცველი იქნება. და რაც შეეხება ამ ტბის ლოკაციას, აქ სამი ვარიანტია. ერთი არის ის ტბა, სადაც ფატიმამ ელჯინი წაიყვანა მეორე სეზონის მეორე ეპიზოდში. ელჯინმა თქვა, რომ ეს ტბა სიზმარში ნახა მანამ, სანამ ამ ქალაქში მოხვდებოდა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს ცრემლების ტბა. მეორე ვარიანტია ის ტბა, რომელიც ჯიმმა იპოვა დასახლებასთან ახლოს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ქალაქში მოსავალი ვერ მოყავთ, ის ხმება და ნადგურდება. თუმცა აქ მოსავალი გაიზარდა, თითქოს ამ ტბას სამკურნალო თვისებები აქვს. და მესამე, უფრო სავარაუდო ვერსია არის ის, რომ ეს ტბა არის მიწის ქვეშ. მეორე სეზონში, როცა ტაბიტა და ვიქტორი გვირაბებში იყვნენ, ტაბიტამ თქვა, რომ იქ წყალი იყო. იმ დროს ეს ცოტა უცნაურად ჟღერდა, თითქოს არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მონსტრები დღის განმავლობაში გვირაბებში არიან, ჩნდება ვარაუდი, რომ ისინი ტბას იცავენ. ასევე მშობლებმა საკუთარი შვილები გვირაბებში შეწირეს მსხვერპლად და ასევე მეოთხე სეზონის ტრეილერში ვნახეთ, რომ ჯეიდი გვირაბებშია. აქ კი უმიზეზოდ არც ერთი ნორმალური ადამიანი არ შევა. და ბოლოს სოფიას და სარას სცენა. დამიჯერეთ, ეს ძალიან ცუდი კომბოა. აქ სოფიას თითქოს შეეშინდა ბალერინასი და ამ ვიდეოში არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს, რადგან მჭირდება რაღაცეები, რაც აქ არ მithქვამს და შორთებად უნდა დავდო. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა სარასა და სოფიას ქმედებების მსგავსებებს. ორივე მათგანი თითქოს უდანაშაულო გოგოა. ორივე მათგანმა სეზონის პირველ სერიაში ადამიანი მოკლა. ორივე შემთხვევა ღამით მოხდა და ორივე კლინიკაში. და ასევე ორივე მსხვერპლი ავტოავარიასთან იყო კავშირში. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია ხმა დამიბრუნდება შემდეგ სერიამდე, რომ უფრო ნორმალური ხმით ჩავწერო. მანამდე კი ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი.